მდინარე წლის 28 თებერვალს და არ შემეშლება ახლა თარიღი 28 თებერვალს, ანუ სამთრის ბოლო დღეს ამერიკელებმა მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი და ირანის სახელმწიფო ლიდერი ალი ჰამენეი. ის იყო ირანის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, მოღვაწე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, ფიგურა ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ კონტექსტში. დაიბადა ის 1939 წელს, იყო შიიტი სასულიერო პირი, აიათოლა იყო, იცით თქვენ. ირანის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პერსონა გახლდათ, იცით რომ 1979 წელს მოხდა ეს რევოლუცია. რა თანამდებობები ეკავა ალი ჰამენეის 81-დან 99 წლამდე თუ არ ვცდები და არ ვცდები, იყო ირანის პრეზიდენტი, გაგიკვირდებათ და 99 წლიდან კი იყო ირანის უზენაესი ლიდერი, ყველაზე მაღალი ძალაუფლების მქონე პირი ამ სახელმწიფოში. ირანში პრეზიდენტზე მაღლა დგას რეალურად სწორედ უზენაესი ლიდერი. მას აქვს გავლენა ყველაფერზე, მთელ პროცესზე, აქვს არმიაზე, სასამართლოზე, სამოქალაქო სექტორზე, მთავრობაზე, საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკაზე. მისი როლი მსოფლიოში იყო დასაკვირველია უარყოფითი. იყო დასავლეთთან უკიდურესად და პირისპირებული და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომლის შეჩერება ვინ არ სცადა მათ შორის სცადა ბარაკ ობამამ, ეს ლოზანის ან შვეიცარიის მოდი ასე ვიტყვი პროცესი უსაინტერესოესი პროცესი იყო, მაგრამ ბარაკ ობამასაც კობზი ნაცარში ჩაუვარდა, სხვა პრეზიდენტებსაც შეერთებული შტატებისა ჰქონდათ ცდელობა, რომ როგორღაც გაეჩერებინათ ირანი, მაგრამ სწორედ ალის და ალი ჰამენეის მკვეთრი პოზიცია იყო საფუძველი იმისა, რომ ირანი ამ პროგრამას უბრალოდ არ აჩერებდა. ის ძალიან უწყობდა ხელს ირანის გავლენის ზრდას ახლო აღმოსავლეთში ზოგადად და კონკრეტულად ასე მაგალითად სირიაში, ასე მაგალითად ლიბანში, ასე მაგალითად იემენში. ბევრი მეტყვის რომ ძალიან სხვადასხვა გვარად აფასებენო, მაგრამ მკვეთრად უარყოფითი პერსონა იყო. მისი მხარდამჭერები ასე მაგალითად ამბობენ, რომ ის იცავდა ირანის დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის გავლენებს ამ ქვეყანაში, ირანში, სპარსეთში, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, თუმცა კრიტიკოსები უფრო დამაჯერებელნი არიან. ავტორიტარული მმართველობა ჰქონდა და ამის დადასტურება, ამის ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით 37,000 შვიდობიანი მის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქის დახვრეტები თეირანში და არა მხოლოდ თეირანში. ფაქტია, რომ მან შეზღუდა სიტყვის თავისუფლება, ის არის პასუხისმგებელი ყველა რეპრესიებზე, რომლებიც მანამდეც, ანუ 2026 წლამდეც მიმდინარეობდა, 26 წელსაც და 26 წლამდეც მიმდინარეობდა. ის იყო ფაქტობრივად ადამიანი, ვინც თითქმის 40 წელი არ მინდა შემეშალოს და 99 წლიდან 2026-მდე, ანუ 36-37 წელიწადი მართავდა ირანს და ირანის პოლიტიკურ სისტემას, განსაზღვრავდა ქვეყნის მიმართულებას, აქ იგითხარით როგორც საგარეო პოლიტიკას, ისე საშინაო პოლიტიკას და მოკლედ ძალიან ესეთი ავტორიტეტული, მძიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთისთვის მნიშვნელოვანი კაცი იყო, რომელიც მოკლეს მიმდინარე წლის 28 თებერვალს და მთელმა მსოფლიომ ხაზგასმით ვამბობ, დაიწყო ამ ყველაფრის არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა ზეიმი მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრის აღნიშვნა, იმიტომ რომ იმ ხანად ყოველ შემთხვევაში მარტის დასაწყისისთვის, თებერვლის მიწურულისთვის ითვლებოდა, რომ თუ ალი ჰამენეი იქნებოდა განადგურებული, ამის შემდეგ და შედეგად ამერიკის შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრე მალევე გამოჩნდა, მისი შვილი მოჯტაბა ჰამენეი, რომელიც სხვათა შორის თლად ბოლომდე არის სახურებს აიათოლობას და სულიერ ლიდერობას, მაგრამ ეს ცალკე ისტორია. ამის შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკა დაეცემოდა და გამზადებული იყო რეზა ფეხლევი მაგალითად, გამზადებული იყო და ბილისის ახლაც არის, რომ ის დაბრუნდეს თეირანში და რა პროცესები არ მიმდინარეობდა, მაგრამ უკვე შემდგომ იცით თქვენ, რომ პროცესები განვითარდა განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში ისე, როგორც განვითარდა და ამერიკამ თავდაპირველ ან გაცხადებულ ამოცანებს მიზნებს მიაღწიაო თუ ვინმე მეტყვის. ის ვინმე რა საკვირველია შეცდება, მე
ასე მგონია მაინც რომ მოცემულ ეტაპზე გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ირანი მთელი დასავლეთისთვის, თუმცა ევროპა შეერთებულ შტატებს დიდად კი არა, საერთოდ არ წახმარებია, ესე შემიძლია ვთქვა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისრაელთან ერთად, მათ შორის უკვე რაღაც კონფლიქტებიც არის, მაგრამ ესეც ვთქვათ, ისრაელთან ერთად ბოლომდე იმ საწადელს ვერ მიაღწია, რისთვისაც უნდა მიაღწია, ყველაზე მარტივი ახსნა, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ახსნა არის, რომ სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო შეერთებულ შტატებს და რაღაცა არ იწყებდა და ვერც დაიწყებდა, აქედან გამომდინარე ირან მიუხედავად იმისა, რომ ალი ჰამენეი მოკლეს, გაანადგურეს, ირანის რეჟიმის შეცვლა ვერ მოხერხდა და ბევრი იმასაც ამბობს, თუმცა მე ამ მოსაზრებას ნაწილობრივზე ნაკლებად ვეთანხმები, რომ ახლანდელი ირანი გაცილებით უარესია, ვიდრე იყო სწორედაც რომ ალი ჰამენეის მართლობის ქვეშ არსებული ირანი. მოკლედ, ეს ამბავი ყველა ვიცით, 28 თებერვალიდან 28 მარტი, 28 აპრილი, 28 მაისი 3 თვე და 28 ივნისი 4 თვე და იცით თქვენ რომ ალი ჰამენეი 4 თვე იყო გაჩერებული ასე ანუ არ დაკრძალეს და გადაწყვეტილება ირანის ჰაერ ამოსუნთქულმა ხელმძღვანელობამ დღევანდელმა მიიღო ალი ჰამენეის ახლა აი დაკრძალვის თაობაზე და ამ დღეებში გაიმართება დაკრძალვა და ახლა ისმის კითხვა ვინ ჩადის იმ ადამიანის დაკრძალვაზე ვინც ამდენად დიდ და სერიოზულ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი გაგიკვირდებათ და მეც მიკვირს სიმართლე გითხრათ მაგრამ ეს არის პოლიტიკა და ეს არის რეგიონული და მათ შორის გლობალური პოლიტიკა ჩადის მაგალითად მასთან არც თუ კარგ ურთიერთობაში მყოფი გარკვეული პერიოდის წინ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეჯეფ ტაი ერდოღანი თურქეთის ლიდერი ისცემდა პატივს როგორც დიდ არ მინდა თქვა მოწინააღმდეგეს მეთქი და ვიზავის მეთქი მაგრამ დიდ პერსონას სცემდა პატივს ურთიერთპატივისცემა ჰქონდათ ამ ორ ლიდერს ერთმანეთის მიმართ რეჯეფ ტაი ერდოღანი მაგრამ რეჯეფ ტაი ერდოღანი არის თურქეთის ლიდერი ხოლო თურქეთი გაგიკვირდებათ და არის სით კი არა იცით სწორედაც რომ არის ნატოს წევრი სახელმწიფო თვითკმარი სახელმწიფო რეჯეფ ტაი ერდოღანი აძლევს საკუთარ თავისუფლებას პრინციპში გადადგას იმგვარი დამიჯი რომელიც ვაშინგტონის მინისის და არც მოეწონება იმიტომ რომ თურქეთი თვითკმარი ძლიერი საკუთარი მკვეთრი საგარეო პოლიტიკის გამატარებელი ძლიერი სახელმწიფოა მის ფრთებქვეშ ერთგვარად მოქცეულია მეორე ამ რეგიონში კავკასიის რეგიონში საკმაოდ მძლავრი სახელმწიფო ალიევის აზერბაიჯანი რომელიც დალაგებულია მთელ დასავლეთთან მეთქი ასეთ უვიწყო გასაკვირისულად არ იქნება განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან იცით თქვენ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის აზერბაიჯანი მეტისმეტად ძვირფასი სახელმწიფოა და ბუნებრივია რომ ალიევი შეუთანხმდებოდა ერთგვარად მაინც ვაშინგტონს რომ ის ანუ ალიევი ჩასულიყო თეირანში და დასწრებოდა ალი ჰამენეის დაკრძალვის ცერემონიას მასთან ერთად ცხადია ცალკე ჩადის ამავე რეგიონის კიდევ ერთი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასევე დალაგებული სახელმწიფოს ლიდერი ახლა რომ აირჩიეს კიდევ ერთხელ პრემიერი ფაშინიანის სომხეთის მმართველი რომელიც საკუთარ თავისუფლებას აძლევს იმიტომ რომ სწორედაც რომ შეერთებულ შტატებთან დალაგებულია და გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეთანხმებული აქვს მესიჯი კი არა ეს ნაბიჯი რომ ვაშინგტონთან და ჩადის ის და ესწრება ალი ჰამენეის დაკრძალვას და ბევრი სომხეთში შესაძლოა იმასაც ამბობს რომ ეს არასწორია მაგრამ თავი როგორც ასეთი ნიკოლ ფაშინიანს ქუდში აქვს და ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ კუმ გიბოდიშებთ ფეხი გამოხო ვინ ეკითხება საერთოდ ან რატო უნდა ჩავიდეს კონკრეტულად მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად რომ მუშაობს ეს კაცი ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ ეს პოლიტიკის ნაწილია სხვა თუ არაფერი ირანის ახლანდელ ხელმძღვანელობას გაიცნობს და ელაპარაკება მათ შორის მნიშვნელოვან საკითხებზეო და კი ბატონო მე ამ ყველაფერს დავეთანხმები განა არა ასევე შეხვდება ხსენებულ ერდოღანს ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს ალიევთან ფაშინიანთან კიდე სხვა ფორმატებით შეიძლება მოფიქრებული იყოს იმიტომ რომ ამგვარი ცერემონიების დროს ლიდერები კულისებში როგორც წესი ხვდებიან ხოლმე და ერთმანეთს უცვლიან აზრებს მაგრამ მეორე მხრივ ვინ ეკითხება ან რა მიზანს ემსახურება რა კონკრეტულ ამოცანას ემსახურება პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ამას თუ ვინმე მიპასუხებს
მე მადლობელი დაგჭირებით. მათ შორის ამ ვინმეთა შორის პირველ ყოვლისა რასაკვირველია გულისხმობ ქართული ოცნების ყველაფერში გამправებლებს ამიხსენით, რატომ შეიძლება ჩადიოდეს საქართველოს პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი ამ დაკრძალვის ცერემონიალზე, თან ვისი დაკრძალვის ცერემონიალზე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კაცი, ანუ ალი ჰამენეი იყო მთავარი ეჭვმიტანი და რეალურად დამნაშავე იმაში, რაც მანამდე ვის ლიკვიდაციამდე განვითარდა მთელი ირანის მასშტაბით და მისმა პოლიტიკამ, მათ შორის პოლიტიკა ბირთვული ბომბის შექმნის, ბირთვული იარაღის შექმნის თაობაზე აქამდე მიიყვანა ფართო თუ ვიწრო გაგებით რეგიონი ახლო აღმოსავლეთი, მისი პოლიტიკა ამგვარი, რომ არ ყოფილიყო ისრაელი და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო ოპერაციას არ განახორციელებდნენ ქვეყანაზე, რომელიც ირანი როგორი ქვეყანაა, კარგად უნდა ახსნათ მაყურებლისთვის, რომელიც იმუქრებოდა და თუ მისი ბირთვული პოტენციალი, ბირთვული პროგრამა გადარჩება და მე ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი როგორ დასასრულს, როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება, თუ გადარჩება, ეს არის ქვეყანა, რომელიც იმუქრება და ყაველაშვილს უნდა აუხსნათ ეს პირველ ყოვლისა, იმუქრება რომ გაანადგურებს ყველას ვინც მის წინააღმდეგ, მისი განვითარების წინააღმდეგ წავა. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ ბირთვულ ბომბს, ამერიკელები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ, ტრამპის ადმინისტრაცია ამას ამბობს და მე არ ვამბობ, ბირთვულ ბომბს გამოიყენებს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო წინააღმდეგ. ევროპას აქვს ამგვარი პოლიტიკა ჰქონდა, რომ როგორმე მოექონა გული თუ თავი ხსენებული ირანისთვის, თეირანისთვის ალის დროს და სავარაუდოზე მეტად ახლაც გააგრძელებს ამგვარ პოლიტიკას ევროპის კონტინენტი, ევროპის ცალკეული სახელმწიფოები, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარ ბოროტების ღერძ და ბოროტების ღერძია რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამგვარ ბოროტების ღერძ სახელმწიფოს ხელში უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. აქვეა თან არ დაგავიწყდეთ ჩვენგან არც თუ ისე შორს, რომელიც იმუქრება და იმუქრება სხვა შორის მისი ელჩიც, აქაური წარმომადგენელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არახჩისა, გვემუქრება და გვემუქრება ცხადია დიპლომატიური ლექსიკით, დიპლომატიური ენით, დიპლომატიური შეფარვით თუ შეფუთვით, მაგრამ ისიც გვემუქრება თან ისტორიას გვიყალბებს, მაგრამ ახლა ამაზე არ გავამახვილებ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ამაზე ბევრი ულაპარაკია ჩემს კოლეგებსაც და მეც არაერთხელ აღნიშნავს ეს საკითხი, მაგრამ ახლა მე გეკითხებით კიდევ ერთხელ, რატომ უნდა ჩადიოდეს ფაშინიანი, გასაგებია ის დალაგებულია შეერთებულ შტატებთან და შეერთებულ შტატებთან ჩასვლა მაღალი ალბათობით შეთანხმებული აქვს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ლიდერს. ალიევიც ჩაბარგებული კი არა, ხო დალაგებულია შეერთებულ შტატებთან და ისიც იმიტომ ჩადის, რომ პრინციპში ამერიკისაგან არ მიუღია განცხადება, კი არა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ არა არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეო ეს რომ მიიღო ალიევი ამ განაცხადებას ძნელად თუ მიიღებდა ერდოღანზე აღარაფერს ვიტყვი, აი ყაველაშვილი ვისი ტიკი ტომარა, ამას ვიკითხავ. რატომ ჩადის ყაველაშვილი? ორმხრივი ურთიერთობებია, ირანის გავლენები საქართველოში მართლაც იზრდება და ის ვერ მოუნელებია შეერთებულ შტატებს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ თავის დროზე ორჯერ ზედიზედ სხვა ჭირსა და კიდე ჭირში სტუმრობდა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ყაველაშვილის ძმაკაცი და პრემიერად რომ მუშაობს ის კაცი მირაკლი კობახიძე და ახლა ყაველაშვილი ზედმარილი თუ ზედპილპილი სრულიად ზედმეტია, მით უმეტეს რომ არც არაფერი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას კი არა, ჩამოყალიბება ასე ვიტყვი, დამატებით ჩამოყალიბება არ არის მოსალოდნელი და ეს დამატებით გააღიზიანებს შეერთებულ შტატებს, რომელსაც ყაველაშვილი და მისი მთავრობა, კობახიძის მთავრობა, ივანიშვილის მთავრობა თითქოს ეხვეწება და ეაჯება, რომ მოდიო ეხლა ურთიერთობა დავალაგოთ, როგორღა უნდა დაალაგოს საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობა ვაშინგტონთან მაშინ, როდესაც ის ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვუტრირებ, ცხადია, ყოველ 3 თვეში ერთხელ. ამასაც ვუტრირებ, მაგრამ წელიწადში ერთხელ კი ნამდვილად სტუმრობს ხოლმე ჭირსში ხსენებულ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ამ შემთხვევაში ალი ჰამენეის დაკრძალვას დაესწრება, ყაველაშვილი პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი, მანამდე კობახიძე ასევე დაკრძალვას ესწრებოდა და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ აი ამ სამძიმრის წიგნში, რომელიც გახსნილი იყო და გარკვეული ალბათობით ახლაც არის გახსნილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, იქ ჩანაწერს ტოვებენ ეს უგვანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკისა არც ინში გაეგებათ და არც ბინჩი. აი ახლა კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, რა საჭიროა მაშინ, როდესაც გავაღიზიანებთ ჩვენ დამატებით გავაღიზიანებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ვინმეს გონია რომ ეს არის სუვერენული პოლიტიკის გატარება, ეს ცდარი თეზა მოსაზრება, ეს არ არის სუვერენული პოლიტიკის გატარება, ეს არის მონობა და ფიანდაზობა ირანის ისლამური რესპუბლიკისათვის, რომელიც გადარჩა, აქვე უნდა ვთქვათ, გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ ალი ჰამენეი
თუ ხამენეი გაანადგურებულია, ლიკვიდირებულია და ვინიც ის და ვინც სხვათა აზრით მე არ მეთანხმები აქ ითხარით ამ აზრს იქნება და უფრო სასტიკიც კი გახდეს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისრაელთან ერთად არ ჩაყლა საბოლოო ჯამში და ვერ კლავს ესეც ფაქტია ანუ თავდაპირველი ამოცანები რომლებიც დასახული ჰქონდა შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სრული განადგურების თაობაზე თუმცა 80% გაანადგურა ნამდვილად რეჟიმ ჩეინჯის თაობაზე უბრალოდ შესრულებული ვერ არის არ არის ესეც უნდა ვთქვათ აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის ვისითი კიტომარაა მართლა მიხეილ ყავილაშვილი საქართველოსთვის ეს შეხვედრა არათუ არაფრის მომცემი არ არის არამედ რეალურად მაზიანებელია იმიტომ რომ ვაშინგტონში დაკვირვება საწარმოებენ საქართველოსზე და თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს თურქეთსაც ერთგვარად მისცეს უფლება თუმცა თურქეთი უფლებას არ მოითხოვდა მაგრამ მაინც რომ ჩასულიყვნენ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები აგრეთვე ალიევი აზერბაიჯანის დელეგაციის ლიდერი და პაშინიანი სომხეთის ლიდერი ჩასულიყვნენ დაკრძალვის ცერემონიალზე საქართველოს ეს კომუნიკაცია ვაშინგტონთან არ ჰქონია გთხოვთ აი თქვენი აზრი როგორია იმასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ჩავიდეთ თუ არა რომ ჰქონოდა ვინც ის და ვაშინგტონს ეთქვა რომ კი ბატონო ჩადით მაინც რეგიონია მაინც უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ მაგრამ არ ჰქონიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დაკრძალვა რო არ ვწდები ხო ვკითხავ როდის არის მოსალოდნელი როდისაა დაგეგმილი უკაცრავად დაგეგმილი არის დაკრძალვა და თუ დაკრძალვა და ჯერჯერობით გაიჭერა chat GPT-ც კი ირანული მედიის ინფორმაციით მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 4 ივლისიდან 9 ივლისამდე და სად უნდა ყოფილიყო საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ ყაველაშვილის მეთაურობით დავკაცობით 4 ივლისს დაკრძალვა გაიმართება 9 ივლისს ქალაქ მაშჰადში აქვე უნდა ვთქვათ სად უნდა ყოფილიყო საქართველოს დელეგაცია თუ ყაველაშვილი არა ყავახიძე კომახიძე თუ არა რაგვარი ეს ბოჭორიშვილი პაპუაშვილის ხვები და ხვები ნორმალური სახელმწიფოს დელეგაცია ახლა უნდა იყოს შეერთებულ შტატებში ახლა უნდა მიემგზავრებოდეს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა უძლოცავდეს დამოუკიდებლობის 250 წლის ხვალ ეგრა მაგის პასუხია გაიმართება ხვალ პირველში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიღება და მე ვესწრები ამიღებას გეტყვით და მე ტელეფონებს ჩვენ ტოვებთ არა გვაქვს უფლება შიგნით შეტანის ამერიკის შეერთებული შტატების კანონია წესია ესეთი მაგრამ უკვე გამოსულზე მე ჩავწერ ვიდეო ბლოგს და მოგახსენებთ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვება საელჩოში და მე ეჭვი მაქვს რომ ერთი კინკილაც კი არ იქნება მიწვეული და მათ შორის იმიტომ რომ აი პრეზიდენტი ყაველაშვილი თუ სხვები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ წავიდნენ ამერიკასთან დასავლეთთან ცივილიზებულ სამყაროსთან შეთანხმების გარეშე და ასე ემონონ ქვეყანას რომელიც არაადეკვატურია და ალი ხამენეის ნარჩენებიც ისევე იმუქრებიან ან მომავალში დაემუქრებიან მთელ მსოფლიოს როგორც აწ დაღუპული კი არა აწ ლიკვიდირებული ალი ხამენეი აკეთებდა ამას პირთვულ ბობსკულის ცხადია პარიზი რომ აღარ არსებობდეს ვინმეს გინდათ ლონდონი რომ აღარ არსებობდეს ორადორი სახელმწიფო აძლევდა საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას რომ პრინციპში გარკვეულ დარტყმებს განახორციელებდნენ ევროპის მიმართულებითაც რამე რომ იყოს რამე ან რომ ერთი რუსეთია პუტინი კარაგანოვის ხვები და ხვები რომლებიც სულ ამბობენ ამას და სულ გადაკრავენ ხოლმე სიტყვას და მეორე არის ასეთი კი არა ირანი ამგვარად ტერორისტული რომლის პუტინი რომ მოკვდეს ეგრე მაგის პასუხია ყაველა მიდის